სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 16 პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ იური ლომიძემ, გიორგი ტალახაძემ, დავით გიუნაშვილმა, თემურ ქურციკიძემ, გენადი კელუხშაშვილმა, დათო ღურწკაიამ, რამა ჯორბენაძემ, ჯანდრი თირქიამ, გია თოლორაიამ, გური ჟვანიამ, კახაბერ კვაჭანტირაძემ, სიმონ მახარაძემ, ავთანდილ თოფჩიშვილმა, მიხეილ თოლორაიამ, სხვა პირებთან ერთად ჯგუფური ძალადობის უკვე დაკავებული ორგანიზატორების მოწოდებების შესაბამისად სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით იერიშში მიიტანეს და ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის დამცავი ღობე და ეზოში შეიჭრნენ. შენობის ხელში ჩაგდებისა და ეზოში მობილიზებული სამართალდამცავების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით ბრალდებულების ნაწილი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და სხვადასხვა საგნებს ესროდა სამართალდამცავებს, რომლებიც ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ისროდნენ რკინის კონსტრუქციებს, სხვადასხვა საგნებს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ასევე საქართველოს პოლიტიკური სისტემის და მისი შემადგენელი კონსტიტუციური ორგანოების ნორმალური ფუნქციონირების დაზიანების მიზნით ხელისუფლებისადმი უარყოფითად განწყობილმა პირთა წრემ, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ოპერატიული დაგეგმის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ირაკლი შაიშმელაშვილმა 4 ოქტომბერს თბილისში თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციაზე ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთა. ბრალდებული შაიშმელაშვილი ასევე ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დემორალიზებას და მოუწოდებდა მათ არ შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა და ხელი არ შეეშალა ძალადობრივ მოქმედებაში მონაწილე პირებისათვის, რაც მიმართული იყო საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. ამავდროულად აღნიშნული სისხლის სამართლის ფარგლებში დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა, მარიამ მეყანწიშვილმა, ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის აშკარა დაუმორჩილებლობის მიზნით 4 ოქტომბერს ათონელის ქუჩაზე ყოფნისას მოახდინა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, მოქალაქეებს მოუწოდა და შემდგომი მოქმედების კოორდინირების, პოლიციის თანამშრომლების დაუმორჩილებლობისა და მათზე ძალადობის მიზნით შეკრებილიყვნენ რუსთაველის გამზირის 21 ნომერში მდებარე ოფისში. აღნიშნული შემდეგ ათონელის ქუჩაზე და რუსთაველის გამზირზე გაგრძელდა ძალადობრივი ქმედებები, რა დროსაც მასში მონაწილე პირები მიზანმიმართულად არბევდნენ, აზიანებდნენ და ცეცხლის წაკიდებით ანადგურებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალურ და კერძო პირთა საკუთრებას. ისინი არ ემორჩილებოდნენ პოლიციის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნებს და უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე 17 ოქტომბერს დააკავეს. ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით წარედგინა, საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც საშიელი სახე და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლით წარედგინა, რაც საშიელი სახე და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას. იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, გია თოლორაიას, გური ჟვანიას, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა წარედგინათ, რაც სასჯელის სახე და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თემურ ქურციკიძეს, გენადი კულიხაშვილს, დათო ღურწკაიას, რამა ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.222 მუხლის მეორე ნაწილის აქვე პუნქტი წარედგინათ, ასევე 225 მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას
და სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას გულისხმობს. სასჯელის სახით და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა 15 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, რაც შეეხება ბრალდებულ მარიამ მეყანწიშვილს, მის მიმართ პროკურატურა გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს სხვადასხვა პირობების გათვალისწინებით. ამავე საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კიდევ 48 პირი, რომლებსაც ბრალდება სტრატეგიული განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის ფაქტზე და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე წარედგინათ. მადლობა ყურადღებისთვის.